კონკურსი მწვანე ჯილდო დასრულდა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია უახლოეს პერიოდში გაიმართება. პროექტს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს. კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით 2024-2025 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელის, მეთოდისტის და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების გამოსავლენად ჩატარდა. წელს პროექტში 200-ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა. მწვანე ჯილდოს მფლობელი გახდება მოტივირებული პედაგოგი, რომელიც სწორად შეძლებს გარემოს დაცვითი და აგრარული საკითხების სწავლებას. ორგანიზატორთა განცხადებით, წელს კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მაღალი აქტივობა იყო. ლევანდელ წელს კონკურსში მწვანე ჯილდო მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა კონკურსანტმა. გამოვლენილია სკოლამდელი აღზრდის 10 ფინალისტი, საიდანაც 3 მათგანს გადაეცემა სპეციალური პრიზი, ფულადი ჯილდოს სახით, ასევე ჯილდოები გადაეცემათ დანარჩენ ფინალისტებსაც და გვყავს ასევე კიდევ 10 ფინალისტი უკვე დაწყებითი საფეხურის სკოლის მასწავლებლებისათვის, სადაც ასევე 3 ფინალისტი გამოვლინდება. სასიხარულოა, რომ მონაწილეობა აქტიურად მიიღეს როგორც რეგიონებიდან, ასევე თბილისიდან. გვყავს გამარჯვებულები რეგიონებშიც და თბილისის მასშტაბითაც. 23-ში გაიმართება დაჯილდოება. თვითონ მწვანე ჯილდო კონკურსი 2018 წელს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით შეიქმნა. სკოლამდელი აღზრდის პედაგოგების წახალისებისა და გარემოს დაცვითი ინფორმაციის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შეტანის მიზნით. მოგვიანებით 2022 წელს უკვე სასკოლო კომპონენტი დაემატა დაწყებითი კლასებისათვის. ამჟამად მეტად წარმატებით მიმდინარეობს კონკურსის, ასე ვთქვათ, მასშტაბების ზრდა მთელი საქართველოს მასშტაბით. მოხარულები ვართ და ვცდილობთ, რომ მეტად წავახალისოთ ის პედაგოგები, რომლებიც ამ საქმიანობას ეწევიან. კონკურსის ძირითად მიზანს წარმოადგენს იმ მასწავლებლების წახალისება, რომლებიც აქტიურად იყენებენ თავიანთ სასწავლო პროცესში სკოლამდელი გარემოს დაცვითი განათლების სახელმძღვანელოს და გარემოს დაცვითი აგრარული განათლების სახელმძღვანელოებს, რომელიც სპეციალურად მათთვის შეიქმნა და ამ კონკურსის წინ, ასე ვთქვათ, ცენტრმა დიდი სამუშაო გაწია იმისათვის, რომ მომხდარიყო მასწავლებელთა გადამზადება. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან დღემდე გადამზადებულია სკოლამდელი აღზრდის 3430 პედაგოგი, ხოლო 2020 წლიდან კი 7010 მასწავლებელი.